მოქალაქე ადამიანი სახელმწიფოში უნდა ხედავდეს თავის დანიშნულებას. დღეს ქართულ ერს აქვს დანიშნულება გამოცდილი, აი ახალგაზრდები მაგალითად უმაღლეს სასწავლებელს რომ ამთავრებენ 90% პერსპექტივას ვერ ხედავს. სოფლების დაცლა რომ დაიწყო და სოფლის მეურნეობა რომ მოკვდა, აი მაქედან დაიწყო საქართველოში დემოგრაფიული პრობლემები. გარდა მაგისა, მინიმუმ 2 ხელისუფლების, ბოლო 2 ხელისუფლების პირობებში ვიცხოვრეთ ლიბერალური რაღაცა იდეოლოგიურ პოლიტიკური შეხედულებების პარადიგმაში, სადაც ხალხს ეუბნებოდნენ რომ გათხოვება, ქმრის მონობა და დედობა ეს არის ყველანაირი პერსპექტივის დაკარგვა. ხელისუფლებამ მაგალითად მიიღო ისეთი კანონი, ეგრეთ წოდებული ოჯახური ძალადობის შესახებ კანონი, სტამბულის კონვენცია ეგრეთ წოდებული, საიდანაც თურქეთი გამოვიდა. და ერდოღანმა განაცხადა, გამოვედი, იმიტომ რომ ეს საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს მთავარ ფუნდამენტს ოჯახს. ყველაფერი ესეთი თავთავის კვალს ტოვებს. ცოტა ამან იმოქმედა, ცოტა იმან იმოქმედა. საბოლოო ჯამში მივიღეთ აი ეს კატასტროფა, რომელიც გვაქვს. ქართული ოცნება არაფერზე არ ფიქრობს, გარდა საკუთარი ჯიბისა, გარდა რამდენიმე ოჯახის გამდიდრებისა, რომელიც სათავეშია მოქცეული და ამიტომ მაგის იმედი, რომ ქართული ოცნების პირობებში აქ რამე სასიკეთო მოხდება ამ მიმართულებით, მე პირადად არ ამაქვს.